გქონდათ ამომცნობი ნიშანი თქვენს დანაყოფს? თქვენ რა ნომერი იყავით? დიახ, 106 ნომერი ვიყავი. აქციაზეც ჰქონდა ნომრები, 36 ნომერი ვიყავი მე. მოწმე სპეცრაზმელებმა დღეს ივანიშვილის დამორჩილებული საგამოძიებო უწყებები ამხილეს. სინდისის 11 პატიმრის საქმეზე დღეს გედედეს 2 სპეცრაზმელი გამოიკითხა და ორივემ დაადასტურა, რომ საპროტესტო აქციებზე საიდენტიფიკაციო ნომრები ჰქონდათ. 106 ნომერი რომ იყავით, სად მოაწერეთ ხელი? ასე არ ხდება. გაძლევენ ფორმას და უკვე ნომერი გაქვს. რა ვიცით რომ არ იტყუებით, როგორ გავიგოთ? ფორმა მოცემულია და არის სულ შენი. ყველა გამოსვლაზე ერთი და იგივე ნომერია. შესანახი ყუთები გვაქვს. მე ვიცი რომელი არის ჩემი და სულ ვარ 106 ნომერი. არა და ამ დრომდე გაუქმებული სპეციალური საგამოძიებო სამსახური და სახალხო დამცველი ამბობდნენ, რომ აქციების დაშლაში ჩართულ სპეცრაზმელებს არანაირი მაიდენტიფიცირებელი ნიშნები არ ჰქონდათ. ეს კი ძალოვანი უწყებებისთვის მთავარი არგუმენტი იყო, რის გამოც არც ერთი საქმე გახსნილი არ აქვთ. 36 ნომერი ვიყავი მე. კასკაზე და რობოკოპზე მეწერა. 2 წელია სპეცრაზმში ვარ. როგორ ცნობთ თქვენს უფროსს? სიმაღლით, ვიზუალურად. შენიღბული არ არის? ვიზუალურად ვცნობ. როგორ? ჩვეულებრივად სიარულის მანერითაც კი ვცნობ. ირკვევა, რომ არა მხოლოდ ნომრები ჰქონდათ სასტიკი დარბევებისას მინიჭებული სპეცრაზმელებს, ყველა მეთაურის სახელი და გვარი ცნობილია. რამდენიმე მათგანის ვინაობა დღეს ხდომათა დარბაზშიც გაჟღერდა. რა პრინციპით ხდება ნომრის მინიჭება, ცნობილია? არაა ცნობილი. ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი? საჭიროა, რატომ? იმიტომ რომ ადვოკატი ვარ და ბიჭები უნდა დავიცვა. დაზიანების დღეს ჩემი უშუალო უფროსი იყო მიხეილ ამაზიშვილი. რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს? გედედეს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, რობოკოპი არ ეცვა, არ ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა. არ გინახავთ იმ დღეს? იმ მომენტში არ დამიფიქსირებია, გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი, არ იყო საჭირო. მერე არ დამიფიქსირებია, ჯგუფის უფროს აძლევენ დავალებას და ჯგუფის უფროსი ჩვენ. ვინ იყო ჯგუფის უფროსი? არ ვიცი. დავალებებს ვინ გაძლევდათ არ იცით? რაციაში გადმოგცემენ დავალებას, მე რა ვიცი. სინდისის 11 პატიმრის სასამართლოს ხდომაზე გაიშიფრა დღეს მთელი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი. დადგინდა ისიც, რომ სპეცრაზმელები ყოველგვარი გადამზადების და ტრენინგის გარეშე ყავთ გამოყვანილი ხალხის დასაშლელად. დღევანდელ ხდომებზე დავკითხეთ 2 მოწმე, გედედეს თანამშრომლები, რომლებმაც ფაქტობრივად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს კოკაკაციდაძის უწყება, ვინაიდან ყველა ის მიზეზი, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქამდე უთითებდა, თუ რატომ იყო შეუძლებელი კონკრეტული მოძალადეების იდენტიფიცირება პოლიციის რიგებიდან უარყვეს სასამართლოში ფიცის ქვეშ და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ არსებობდა მათ შორის ამოცნობი ნიშნები, არსებობდნენ კონკრეტული ხელმძღვანელები, რომელთა ვინაობაც მათ შორის დღეს გაჟღერდა სასამართლოს ხდომის დარბაზებში. დაზარალებული სტატუსით დღეს სპეცრაზმელი ლაშა გელაშვილი და სპეცრაზმელი გიორგი გობრონიძე გამოიკითხნენ. გელაშვილი ამტკიცებდა, რომ აქციის მონაწილეებმა მას ქვა ესროლეს და ფეხი დაუზიანდა. არადა სამედიცინო დოკუმენტში ეწერა, რომ ფეხი გადაბრუნების შედეგად იღრძა. გობრონიძემ კი სასამართლოს უთხრა, რომ აქციაზე ფოიევერკი მოხვდა. რის შედეგადაც დამწრობა ზურგის არეში მიიღო. ფორმა კი გაირკვა, რომ იქვე აქციაზე გაიხადა და დატოვა. ისე რომ ნივთი მტკიცება დღემდე არავის მოუკითხავს. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ნომერი პირველი დაზიანებაზე იყო აქ პრობლემა, მას სამედიცინო დასკვნაში უწერია, რომ ფეხი გადაუბრუნდა და მიიღო მყესის დაჭიმულობა, სხვა არაფერი დაზიანებით საგდით ზიანი არ მიყენებია. მეორე, მას აინტერესებდა და ჰქონდა ინტერესი თუ ვინ დააზიანა, თუმცა არც საქმის მასალებს გაეცნო, არც ბრალდებას არ მოსთხოვა საკუთარი ვიდეოების ჩვენება, რომ ამოეცნო ისპირიან საკუთარი თავი და მიუხედავად ამისა პრეტენზია დააფიქსირა იმ ადამიანების მიმართ, ვისაც საერთოდ არ იცნობს. გარდა იმისა, რომ საქმის მასალებს არ იცნობენ, მოდიან და ამბობენ, რომ მე არ ვიცი, ვერცერთ სინდისის პატიმას ვერ ვცნობ, არც ერთის მიმართ არ მაქვს პრეტენზია და მეტიც. არათუ ეს პიროვნებები ვერ ამოიცნეს, მათ არც კი დაუნახავთ, როგორ მიაყენეს დაზიანება და როდესაც ვეკითხებით, რომ გასაგები არ დაგინახავთ, მაგრამ დაინტერესდით, რომ ვიდეო მაინც გენახათ, ისინი ამბობენ, რომ მათ ინტერესი არ ქონიათ, რომ ვიდეო ენახათ. სინდისის 11 პატიმრის სასამართლო პროცესი დღეს თარჯიმნის აცილების შუამდგომლობით დაიწყო. გაირკვა, რომ ბრალდებულებს სერგეი კუხარჩოკს და რუსლან სივაკოვს თარჯიმანი შეურაცხყოფას აყენებდა და პროცესის შესახებ მხოლოდ იმას უთარგმნიდა განსაჯელის გამზეს ხდომებს, რაც თავად უნდოდა. ბრალდებულებმა დღეს სასამართლოს მიმართეს და სხდომაზე ჟურნალისტების შემოშვება მოითხოვეს.
გთხოვთ პატივცემულო მოსამართლე დაუშვათ ტელევიზია, ვინაიდან მე მიზეზი მაქვს. დედაჩემი იქ არის დანგრეულ ქალაქ ვულჩაცკთან. იქ არ არის ტელევიზია, არ არის კავშირი. მხოლოდ 30 წუთი რთავენ ინტერნეტს და ამ თხოვნით მოგმართავთ, რომ მან შეძლოს ჩემი ნახვა. ინტერნეტში არის სასამართლო ჩანაწერები და შეძლებს თავისი შვილის ნახვას. საქართველო, მიყვარხარ. სინდისის 11 პატიმრის საქმის განხილვის პარალელურად დღეს საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტ ნიკა კაციას პროცესიც გაიმართა. კაციას საქმე დაასკვნით ეტაპზეა. დღეს დაცვის მხარის მოწმე გამოიკითხა და მან პროკურატურა დოკუმენტური მტკიცებულებებით სიცრუეში ამხილა. ესენი ამბობენ, რომ დაიჭირეს სულ სხვა ადგილას, თითქოს იდგა და უბრალოდ მივიდნენ და დაიჭირეს. სინამდვილეში ნიკუშა მიდიოდა აქციაზე. აღვადგინე ნიკუშას ნომერი, რის შემდეგაც ვთხოვე Yandex-ის აპლიკაციას, რომ გამოიგზავნეთ ჩემთვის მეილზე დოკუმენტი, რის შედეგადაც დავამტკიცეთ ის, რომ ნიკუშა ნამდვილად ტაქსით გადაადგილდებოდა იმ დღეს, მიდიოდა მეგობართან აქციაზე შესახვედრად და გაიარა სულ რაღაც ალბათ 200 მეტრი. საქალაქო სასამართლო ყურადღების ცენტრში ხვალ დილის 11-ის ნახევრიდან იქნება. სინდისის კიდევ ერთი პატიმარი ანრი კვარაცხელია ხვალ პოლიტიკურ ვერდიქტს ელოდება.